სამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანი. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი თემა როგორც ყოველდღე დღესაც ადამიანია და ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. რადგან თავად ადამიანი არის ყველაზე დიდი ფასეულობა და ამიტომ ადამიანი ნებისმიერ ასაკში არის განსაკუთრებით გასაფრთხილებელი. თუ ჩვენ საუბრობთ ბავშვებზე, მოზარდებზე, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ, რომ ამ პერიოდში ჩვენ საუბრობთ და ვზრუნავთ ჩვენს მომავალზე და მინდა გაგახსენოთ სწორედ ის კვირეული, რომელიც ყველა ბავშვის ჯანმრთელობას მიეძღვნა. დიახ, ტრადიციულად აპრილის თვეში ჩვენ ყოველთვის ერთ კვირას ვუთმობთ თემებს, რომელიც ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგს უკავშირდება. განსაკუთრებით საგულისხმოა მიმდინარე წლის კვირეული, როდესაც ერთი დღე, კერძოდ 23 აპრილი, საგანგებოდ დაუთმეს ელექტროსიგარეტების და სხვა მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, როგორც ბავშვებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს. დიახ, ამის გათვალისწინება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოზარდებზე საუბარს ვაგრძელებთ და უნდა გავაგრძელოთ ასევე იმის შეხსენებით, რომ მთლიანად მაისისთვის განმავლობაში სხვადასხვა თარიღი და სხვადასხვა დღე არის დაკავშირებული საზოგადოების ცნობადობის ასამაღლებლად იმისთვის, რომ ბავშვები და მოზარდები დავიცვათ მწვერვალობისაგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სწორედ თამბაქოსგან თავისუფალი სამყარო არის ჩვენი შვილებისთვის ყველაზე უსაფრთხო სივრცე, რომ 31 მაისი საგანგებოდ ეძღვნება სწორედ თამბაქოს გარეშე ცხოვრებას. ასეც ქვია, თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე. მაგრამ როდესაც უკანასკნელი წლების მთავარ სათქმელს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ბავშვების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის გავლენისგან აღმოჩნდა პროფესიონალთა მთავარი სათქმელი. და რატომ? იმიტომ რომ სწორედ მათი დიდი ცდელობით ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ ხაფანგში. ხაფანგში, სადაც მათ ძალიან უჭირთ გაარკვიონ, სად არის კარგი და სად არის ცუდი. რადგან მათთვის საყვარელ პროდუქტებს, მაგალითად, მათთვის საყვარელ ნუგბარსა და ტკბილეულს მიამსგავსეს თამბაქოს წარმოებლებმა სხვადასხვა მოწყობილობა და სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც ჩვენი შვილებისთვის არა უბრალოდ ხაფანგი, არამედ საცდური აღმოჩნდა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მთელი მათი ცხოვრების წესი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ აი ამ ზრუნვით არის ნაკარნახევი და ჩვენ მოვემზადეთ ამ გადაცემისთვის არა უბრალოდ ფაქტების შეხსენებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენს ერთგულ მაყურებელს სოციალურ ქსელში დაუსვით კითხვა. ეს კითხვა სრულიად ბუნებრივია და ლოგიკურია, თითოეულ მშობელს გვაღელვებს ეს საკითხი. არიან ჩვენი შვილები კი ინფორმირებულები მწვერვალობასთან დაკავშირებით და მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება გამოკითხვის შედეგები. როდესაც ჩვენ კითხვა დაუსვით, იციან თუ არა მოზარდებმა მწვერვალობის შედეგების შესახებ, სავარაუდო პასუხები იყო დიახ, ნაწილობრივ არა და როგორც ყოველთვის ყველა გამოკითხვაში ჩვენ გქონდა ერთი პასუხი დაშვებული, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ შეგვეფასებინა უფროსების წარმოდგენა, რა იციან მოზარდებმა მწვერვალობასთან დაკავშირებით და გამოკითხვამ აჩვენა საკმაოდ დასაფიქრებელი შედეგი. გამოკითხულთა უმრავლესობა 63% თვლის, რომ მოზარდებმა არ იციან მწვერვალობის შედეგების შესახებ. უფრო მეტიც, ამავე გამოკითხვის შედეგების მიხედვით 23% თვლის, რომ მხოლოდ ნაწილობრივ იციან. ანუ გამოდის, რომ ფაქტობრივად მხოლოდ 8 და 6%-ია ამ გამოკითხვაში ისეთი, ვინც თვლის, რომ მოზარდებმა ან იციან შედეგების შესახებ, ან თვლის, რომ არ იცის თავად მოზარდების ინფორმირებულობის ხარისხის შესახებ არაფერი. ამ გამოკითხვის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფროსები ღელავენ. ბავშვებმა არ იციან, მოზარდებმა არ იციან და ჩვენ კი გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი იმის შესახებ, რომ აქ არა მარტო ასაკობრივი, არამედ გენდერული თავისებურებაც არის გასათვალისწინებელი. დიახ, მოზარდთა სქესი შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზედაც დღეს ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. ვაგრძელებთ მოზარდებზე საუბარს
და მე რამდენჯერმე დაუბრუნდი ამ თემას, თქვენ გახსოვთ ეს საკითხი და დღევანდელი ჩვენი საუბარი იქნება განსხვავებული წახნაგით. სრულიად განსხვავებული წახნაგით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს გაგვიმიჯნავს ერთმანეთისგან ვაჟების მწეველობა და გოგონების მწეველობა. დღეს ეს თემა იქნება ჩვენი განხილვის საგანი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის უკვე თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი სპეციალისტი, რომელიც თავის მხრივ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებთ დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე. ნუკა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მადლობა, რომ გვაქვს საშუალება გავაგრძელოთ საუბრების ციკლი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ შემთხვევაში საუბრობთ არა მარტო ერთი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ან მხოლოდ ერთი ქვეყნისათვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, არამედ იმ ტენდენციებზე, რომელიც არის მსოფლიოში. მით უფრო რომ სულ რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ 31 მაისს აღნიშნა თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე. ეს არის ტრადიციული თარიღი, რომელიც აღინიშნება ხოლმე, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამ თარიღმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ თამბაქოს ინდუსტრია გარკვეულწილად ხაფანგს უგებს ჩვენს შვილებს, რომ თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ისეთ საშუალებებს, რომელთა მიმართ ჩვენი შვილების დამოკიდებულება არის მაქსიმალურად პოზიტიური და ნდობით ახსავსე. პირიქით, სიამოვნებასთან გაიგივებული, იმიტომ რომ ტკბილეულს ნუგბარს გავს. არა და სწორედ ეს ხაფანგი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოზარდებისათვის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სხვადასხვა მოწყობილობას. მოდით ორი ნაწილი გამოვყოთ ჩვენ საუბარში. თავიდანვე ვთქვათ, გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რითია საყურადღებო მოზარდთა მწეველობა და საერთო რა აქვს ყველა მოზარდს, მიუხედავად იმისა, დედამიწის რომელ წერტილში იმყოფება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან კარგია რომ დავიწყეთ იმით, რომ წელსაც 31 მაისს, როგორც ყოველ წელს უკვე ტრადიციულად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. და ყოველწლიურად ამ დღეს აქვს თავისი თემატიკა, იმის მიხედვით თუ რა არის ყველაზე აქტუალური პრობლემა. აღსანიშნავია ის, რომ წელს ეს არის თამბაქოს ინდუსტრიის ნიღბის ჩამოხსნა, ახალგაზრდების ზადმი ნიკოტინის თამბაქოს პროდუქტების და ნიკოტინის პროდუქტების მოწყობილობების მარკეტინგზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ დამოკიდებულების რებრენდინგი დაიწყო, რაც ხშირად ხდება ხოლმე, კომპანიები მიმართავენ ამ ტაქტიკას, როდესაც მათი გაყიდვები მოგება შედის კრიზისში, ხშირად ხდება ხოლმე, რომ აკეთებენ ریبرენდინგს. განახლებას, დიახ, მადლობა. შესაბამისად, ზუსტად ასევე განაახლეს თავისი პროდუქტების მიწოდების მარკეტინგი და როდესაც მიხვდნენ, რომ ტრადიციული თამბაქოს გაყიდვები ახალგაზრდებში განსაკუთრებით უკვე ცოტა კრიზისში შედის, იმიტომ რომ ინფორმაცია ბევრად უფრო მეტია ამის შესახებ, ახალგაზრდების დამოკიდებულების ახალი მეთოდები მოიფიქრეს, ასე ვთქვათ და ეს არის უკვე ეს გახურებადი თამბაქო, თამბაქოს ბალიშები, ელექტრონული მოწყობილობები ნიკოტინის და შესაბამისად უკვე ხდება ახალგაზრდების მოკრეფვა, ახალი მომხმარებლის მოკრეფვა ამ მიმზიდველი მათთვის სასურველი შეფუთვით, მათთვის სასურველი არომატიზატორებით და ასე შემდეგ. და სწორედ ეს არის წლევანდელი თემა. ამიტომ კონცენტრირებას მეც მოვახდენ ამ პროდუქტების ზიანზე ახალგაზრდებში, რადგანაც სამწუხაროდ უკვე სტატისტიკა გვაქვს ისეთი, რომ 9-ჯერ მეტჯერ მოიხმარენ ახალგაზრდები ამ ნაწარმს უფროსებთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ ეს თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრიის მარკეტინგიც სწორედ ახალგაზრდებისადმი არის მიმართული ძირითადად და ანუ იმუშავა ამ მარკეტინგმა. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საუბრობთ მოზარდების მიერ ამ პროდუქტების მოხმარებაზე.
რა თქმა უნდა და ბოლო წლებში ფაქტიურად ყოველწლიურად ორმაგდება მოხმარება განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტების რეგულაციები არის სუსტი ან საერთოდ არ არსებობს. მათ შორის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანაც ესეა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გზავნილი იქნებოდა ის, რომ პირველ რიგში უნდა აიკრძალოს არომატიზატორები, იმიტომ რომ ეს არის პირველი ის სატყვა რა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდების, რომელიც მათ შემდგომ უკვე ხდის დამოკიდებულს ნიკოტინს და თავისებურება არის ასეთი, რომ სხვადასხვა კვლევების შემაჯამებელმა ანალიზმა გვაჩვენა ის, რომ გოგონები და ბიჭები ამ პროდუქტს მოიხმარენ და მოხმარების დაწყება ხდება სხვადასხვა მოტივაციით, ხშირ შემთხვევაში. გოგონები სხვა მიზეზის გამო ირჩევენ, ვაჟები სხვა მიზეზის გამო ირჩევენ. ვაჟებისთვის მაგალითად ხშირ შემთხვევაში ისინი თვლიან, რომ ჩვეულებრივი თამბაქოდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება ეს იყოს, რაც მათთვის სამწუხაროდ ესეთი მცდარი აზრი აქვთ, რომ ნაკლებად მავნებელია ეს. გოგონებისთვის ხშირად არის ხოლმე, რომ პირველი პროდუქტია ეს, ამით იწყებენ ინიცირებას, ექსპერიმენტირებას, მოპოვების ფორმებით სხვადასხვა, ვაჟები დამოუკიდებლად ყიდულობენ, გოგოები მაგალითად თავისი მეგობრისგან იღებენ, ან სხვადასხვა ასე გასინჯავენ პირველად. გოგოებისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაწყების არის მაგალითად ზოგ შემთხვევაში წონის კონტროლი, ხასიათის კონტროლი, განსაკუთრებით ეს ორივე სქესისთვის დამახასიათებელია. ისეთი ახალგაზრდები არიან უფრო მოწყვლადები ამ პროდუქტებისადმი, რომლებსაც ზოგადად აქვთ შფოთვის, მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, არიან ბულინგის ობიექტები თავისი თანატოლების მხრიდან. ანუ ფსიქოემოციური მდგომარეობა როგორია მოზარდის, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ბიძგი და ნოყიერი ნიადაგი იმისა, რომ გახდეს მწეველი. რა თქმა უნდა, ეს არის გამსაზღვრელი ძირითადად და არასწორი გამკლავების მექანიზმად მიიჩნევენ იმას, რომ შეიძლება მოიხმარონ თამბაქო. ასევე მაგალითად სექსუალური უმცირესობის ახალგაზრდები, იმიტომ რომ ერთი საკითხია, რომ შეიძლება განსაზღვროთ ქალი და ვაჟი, მეორეა გენდერულად მიკუთვნებული ახალგაზრდების, ანუ თავის თავს გენდერულად რომელ მხარეს აკუთვნებენ, აი ესეთ უფრო უმცირესობაში მყოფი გენდერულ უმცირესობაში მყოფი ახალგაზრდები უფრო მეტად მოიხმარენ ამ ნაწამს. ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომ ხშირად ეს ახალგაზრდები უარყოფილად გრძნობენ საზოგადოებისგან თავს, ხშირად არიან ბულინგის მსხვერპლი, ოჯახისგან აქვთ მიუღებლობა თავიანთი სექსუალური იდენტობის. ამიტომ ეს მოწყვლადი ჯგუფი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ყურადღება გასამახველებელია. რაც შეეხება ჯანმრთელობის ზიანს, აი ვიდრე ჯანმრთელობის ზიანთან მივალთ, ძალიან მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ მოტივაციის და გადაწყვეტილების თემას, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ სხვადასხვა შემთხვევაში, როგორც გოგონასთვის, ასევე ვაჟისთვის არჩევანის მაპროვოცირებელი რა შეიძლება იყოს, ისაუბრეთ მაგალითად უმცირესობათა რისკებზე და ასე შემდეგ, მაგრამ არის აქ რამდენიმე საკითხი, რომელიც ყოველთვის ბადებდა კითხვას, მაგალითად მწეველობასთან მიმართებაში, ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით მოზარდობაში. და არის თუ არა აქტუალური დღევანდელ რეალობაში, საერთაშორისო კვლევები, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ, ამას ადასტურებს თუ არა. მაგალითად თვითდამკვიდრებისათვის, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი იმიჯის ან საკუთარი სოციალური სტატუსის ხაზგასმისთვის ან გარკვეულწილად ფორმირებისათვის საზოგადოებაში მეტი შესაძლებლობისთვის, ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ გაჩნია რომ მოწრეშია რა საზოგადოებაში, შეიძლება მწეველობა აღმოჩნდეს ამ ურთიერთობის გასაღები. ძალიან ხშირად არსებობს ხოლმე საუბარი იმაზე, რომ მწეველობა ადამიანებს აახლოვებს, მაგალითად საერთო გატაცება შეიძლება აღმოჩნდეს ოჯახის შიგნითაც და ოჯახის გარეთაც. აქტუალურია თუ არა ეს მიდგომა მოზარდებში?
ცალსახად ძალიან აქტუალურია და ამას უწოდებთ ხოლმე ჩვენ ხშირად თანატოლების წნეხს. ანუ, როდესაც ხარ რაღაც გარკვეულ წრეში, რომელშიც მიღებული და ნორმალიზებულია ამ პროდუქტების მოხმარება, რა თქმა უნდა, თანატოლების წნეხი უფრო დიდია. ასევე კვლევებით დადასტურებულია, რომ ოჯახში მწვეველობა, მაგალითად, მშობლების მწვეველობაც ფაქტორია იმისთვის, რომ მოზარდისთვის ეს იყოს ბევრად უფრო მიღებული და ნორმალიზებული. თუმცა ამ ყველაფერს ცალსახად მხოლოდ რაღაც გაურკვეველი ფაქტორები არ განაპირობებს. ძალიან მიზანმიმართული თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგია ესეც. მაგალითად, თავის დროზე 2017 წლამდე უფრო მეტი ბიჭი მოიხმარდა, იმიტომ რომ ზოგადად მიღებულია ისე, რომ ბიჭები უფრო ადრე იწყებენ ექსპერიმენტირებას მსგავსი პროდუქტების. გოგოები უფრო მეტად ფრთხილად უდგებიან ასეთ საკითხებს. სწორედ ეს სტატისტიკა დღესაც ასეთია. აი, სწორედ ეს ჩაავლო თამბაქოს ინდუსტრიამ, აქ მიხვდა, რომ იყო მათთვის შესაძლებლობა და სადღაც 2017 წლიდან გლობალურად გვაქვს უკვე მარკეტირება ამ ნაწარმის, განსაკუთრებით ახალი ნაწარმის, ელექტრონული სიგარეტების და განსახურებული თამბაქოსი, სლოგანებით, მაგალითად, ქალები ცვლიან ელექტრონული სიგარეტის სამყაროს, ან ქალების გაძლიერების გოგონები უკეთებენ ამას. თავისებურების ხაზგასმა ხდება. რა თქმა უნდა და გოგონებზე ხდება მიზნობრივად ამ პროდუქტების. ასევე მაგალითად ისიც, რომ სადღაც 16,000 არომატიზატორი გვაქვს, სხვადასხვა არომატი ამ ნაწარმში და კვლევებით დადასტურებული ისიც არის, რომ გოგონები უფრო მეტად მიიზიდებიან იმ არომატებისადმი, რომელიც არის უფრო ტკბილი, ხილის, კენკროვანი. კი ბატონო, ბიჭები უფრო შეიძლება თამბაქოს არომატს მოიხმარდნენ პირდაპირ ან რაიმე სხვას. შესაბამისად, აი ეს მარკეტინგიც სწორედ ამ პროდუქტების ძალიან გავრცელებულია უკვე სწორედ აი გოგონებისთვის მიმზიდველი რო გახდეს ფერები, არომატები, მოხმარების სტილი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გოგონებში მაგალითად უფრო მეტად არის ესეთი ჯოხის ფორმის და ერთჯერადი მოხმარების ელექტრონული მოწყობილობები. ბიჭები უფრო ისეთ ელექტრონულ მოწყობილობებს მოიხმარენ, რომლებიც არის ოთხკუთხედი, შესავსები, კარტრიჯებით. ანუ ეს განსხვავებები არსებობს, ეს შესწავლილი აქვს ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, თამბაქოს ინდუსტრიას და სწორედ შედეგად ის მივიღეთ, რომ ბოლო დაახლოებით 5-6 წლის მანძილზე გოგოებში მოხმარება არის საგრძნობლად გაზრდილი, თუმცა სტატისტიკურად ბიჭები ჯერ კიდევ ცოტა უფრო მეტად მოიხმარენ, მაგრამ იმდენად მზარდია გოგოებში, რომ ალბათ თუ არ შეჩერდა ეს ტენდენცია, შეიძლება დაეწიონ. და შემდგომ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, ჯანმრთელობის ზიანის აი, თავისებურებები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ გაგიზიაროთ გამოკითხვის შედეგები. ეს გამოკითხვა ჩნდება ხოლმე ჩვენს გადაცემაში სისტემატურად, თუნდაც იმიტომ, რომ ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც უბრალოდ სამედიცინო კი არა, სოციალურია თავისი დატვირთვით, ამ საკითხზე ჩვენს მომხმარებლებს ვეკითხებით, ანუ სოციალური ქსელის მომხმარებლებს და შესაბამისად ჩვენ დავუსვით კითხვა, როგორ ფიქრობთ, მწვერვალმა მოზარდებმა იციან თუ არა მწვერვალობის შედეგებს. თითქოს ამდენს ვსაუბრობთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც ჩართული იყო ამ გამოკითხვაში, თვლის, რომ 63% წარმოგიდგენიათ რა მხელა რიცხვი თვლის, რომ მწვერვალებმა არ იციან, მწვერვალმა მოზარდებმა არ იციან რეალურად შედეგების შესახებ. 23% თვლის, რომ მხოლოდ ნაწილობრივ იციან, მხოლოდ 8% თვლის, რომ დიახ, მათ დანამდვილებით იციან, მაგრამ მაინც ეწევიან და მხოლოდ 6%-მა უპასუხა არ ვიცი. ეს გამოკითხვა და სამედიცინო შედეგები, რომელიც აქვს მწვერვალობას მოზარდებს. მოდით დავაკავშიროთ. კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან საგანგაშოა ეს გამოკითხვა, იმიტომ რომ თითქოს მართლა გგონია, რომ მწვერვალობის შედეგები უკვე ყველამ კარგად იცის და თვითონ სიგარეტის კოლოფებზეც არის მითითებული, ხო? მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. ეს ცხადყოფს იმას, რომ აუცილებელია და არ არის საკმარისი ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი საინფორმაციო ფართომასშტაბიანი კამპანიები. ასევე ტარგეტირებული კამპანიები, მიზნობრივი კამპანიები მოზარდებზე და ჩვენი მიდგომებიც ალბათ საზოგადოებრივ
სქესობრივი ჯანმრთელობის და კომუნიკაციის სპეციალისტების მიდგომებით ცოტა უნდა გადაიხედოს, რადგანაც ის კონსერვატული გზავნილები, რომ სიგარეტი არის ან თუნდაც სხვა ნიკოტინის არ მუშაობს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, იმიტომ რომ ახალგაზრდა, რომელიც არის საბედნიეროდ ჯანმრთელი და ის აქტიური ცხოვრებით, ძალიან აბსტრაქტულია მისთვის იმის გაგება, რომ სიტყვაზე 60 წლის ან 70 წლის ასაკში მისი ცხოვრების ხარისხი გაუარესდება ან რაღაცა მძიმე ქრონიკული დაავადება არის ეს მოკლებული. ამიტომ აი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სიტყვა, ამიტომ მინდა გავაგრძელოთ სწორედ ჯანმრთელობის კონტექსტში რა არის გასათვალისწინებელი. მოზარდობის ფაზა, როდესაც ჰორმონული ცვლილებების გამო სრულიად განსხვავებული პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში. გოგონას ორგანიზმში, ვაჟის ორგანიზმში და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს ჰორმონული ქარიშხალი, რომელიც მათი საბოლოო ფორმირებისათვის ქმნის წინაპირობებს, უნდა გავითვალისწინოთ მომწეველობასთან მიმართებაშიც. არის თუ არა სწორედ ეს ჰორმონული ცვლილებები, როგორც ფონი საყურადღებო მწეველობისათვის და რა აქვს მეცნიერებას, რა მტკიცებულებები გვაქვს კვლევები, რომლითაც შეგვიძლია დღეს ვილაპარაკოთ ჯანმრთელობის რისკებზე. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს მოზარდობის ასაკი ძალიან სპეციფიურია ყველა მხრივ. არის ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც იწვევს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოსომატურ ცვლილებებს და თავისებურებებს მოზარდებში და განსაკუთრებით ეს დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებები, როგორც არის ნიკოტინი და თამბაქო, კიდევ უფრო ზრდის გარკვეულ ფონს, ასევე იმუნურ პასუხს მოზარდების, იმიტომ რომ ამ დროს მოზარდების იმუნური სისტემაც არის ბევრად უფრო მოწყვლადი, ვიდრე უკვე დასრული ადამიანისა. ასევე მათი გარკვეული, თუნდაც იგივე სქესობრივი ორგანოები და სხვადასხვა ორგანოები ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ანუ ეს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ მავნე და ტოქსიური ნივთიერებებისადმი, მათ შორის დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებებისადმი. თავისებურება არის ის, რომ აი ზოგადად ისედაც ვიცით, რომ ქალები მაგალითად უფრო მოწყვლადები არიან ჰაერის დაბინძურებისადმი, ანუ იმ წვრილი ნაწილაკებისადმი, რომლებიც ჰაერს აბინძურებს, თამბაქოს კვამლისადმი, ანუ ქალის ორგანიზმის იმუნური პასუხი ამ ტოქსინსიურ ნივთიერებებისადმი არის უფრო მწვავე. შესაბამისად, სტატისტიკურად უკვე ისიც ვიცით, რომ სიტყვაზე მწეველი ქალებში ფილტვის კიბო და სხვა ფილტვის დაზიანებები კიდევ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებში. ესეც დადასტურებულია, შესაბამისად, ახალგაზრდა გოგონებში ეს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის და საყურადღებოა მათში. ასევე, როგორც თქვი, სქესობრივი მომწიფების პროცესში, სქესობრივი ორგანოები ბევრად უფრო სენსიტიურია და ამ ტოქსიური ნივთიერებები მას შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა დისფუნქციები, როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში, პოლიკისტოზი მაგალითად გოგონებში, ბიჭებში სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ეს არის მტკიცებით დადასტურებული. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ კვლევები დადასტურებული. მწეველობასთან და ნებისმიერ დამოკიდებულებაზე საუბრიც და აი ამ საკითხებთან მიმართებაში ასეთი არგუმენტები ხოლმე და სამეცნიერო მოსაზრებები ხშირად უნდობლობას იწვევს და სჭირდება ამას რამდენჯერმე თუნდაც გამეორება. რა თქმა უნდა. და ყოველთვის არ იძლევა არც გამეორება შედეგი. მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ზოგადად მწეველობაზე ვსაუბრობთ, მოზარდებში სქესობრივი ნიშნით, გენდერული ნიშნით. შესაძლოა დღეს მოზარდი გოგონა და მოზარდი ვაჟი ვერ გრძნობს ვერანაირ ცვლილებას. რა თქმა უნდა. და ჩვენი სურვილია, რომ საერთოდ არ იგრძნოს ასეთი ცვლილება და არ გქონდეს ასეთი ცვლილება. ჩვენი საუბრის ამოცანა ხომ ეს არის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა იყოს გრძელვადი ამ პერსპექტივაში მაქსიმალურად შენარჩუნებული. ამიტომ როდესაც ჩვენ რაღაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, ერთადერთი მიზანი გვაქვს, როგორ ავიცილოთ ეს თავი. კი ბატონო. და ამიტომ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ. ჩვენ ხა ვისთვის საუბრობთ, მოზარდებით ჩვენ შესაძლოა არ გვისმენენ. დიდი ალბათობით არ გვისმენენ, იმიტომ რომ ტელესივრცე არ არის, თქვათ, მათი საყვარელი საინფორმაციო ნაკადი. ისევე როგორც შესაძლოა არც სოციალურ ქსელში არ ნახულობენ მსგავსი ტიპის ინფორმაციას, იმიტომ რომ ზედმეტად გაცვეთილად და თითქოს
ნაკლებად არგუმენტირებულად მიაჩნიათ, იციან რომ სტერეოტიპულია, არ მოწიო, არ გამოიყენო ეს ნივთიერება და მათთვის თითქოს დაცლილია შინაარსისგან ეს ყველაფერი. ფაქტობრივად ჩვენ გამოდის რომ ოჯახის უფროსი წევრებისთვის საუბრობთ და მათ რა უნდა უთხრათ მოზარდებთან დაკავშირებით ნუკა. როგორ უნდა შეძლონ მათ ამ რისკების შემცირება და დაეხმარონ შვილებს მინიმუმამდე შემცირდეს წეველობის გავლენა. როდესაც საუბრობთ ზუსტად პრევენციაზე, საჭიროა ანუ ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია იყოს არა მხოლოდ ის მოზარდი, რომელიც თვითონ მოიხმარს, არამედ როგორც თქვენ ბრძანეთ, მისი მშობელი, მეურვე, მასწავლებელი და სხვა ის მოზრდილი თაობის ადამიანები, რომლებიც მათთვის უნდა იყვნენ პირველ რიგში როლური მოდელები, ანუ თავად უნდა აჩვენონ მაგალითით და ეს პირველ რიგში ალბათ მათი ქცევა თუ ისინი თვითონ არიან მომხმარებლები, თვითონ უნდა შეეძლონ, რომ შეცვალონ და მეორე რიგში ალბათ ის, რომ მათ მოახდინონ შესაბამისი კომუნიკაცია თავის შვილებთან, ახსაზრდელებთან, ისე რომ ეს მესიჯები, სწორედ ეს თქვი, რომ არ იყოს მხოლოდ იმაზე კონსერვატულად მორგებული, რომ თქვენთვის ეს არის ცუდი და რაღაც გარკვეულ არამედ უფრო კონკრეტული იყოს. უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ, ასევე აქტივისტი ახალგაზრდა, რომელიც თავად გაანათლებს თავის მოზარდებს და მესიჯები არ იქნება მხოლოდ იმაზე მიმართული, რომ თქვენ გახდებით ავად. არამედ იქნება ისიც კონკრეტულად 5 ღერს სიგარეტს თუ ეწევი, მაგალითად, რამდენ ხანში დაგემართება ეს კონკრეტული ცვლილება. ან ასევე თამბაქოს ინდუსტრია, რომ თქვენ გატყუებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გართმევთ თავისუფლებას. თქვენთვის რამდენად ღირებულია თქვენი თავისუფლება, თავად გადაწყვეტეთ, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე თქვენ იქნებით დამოკიდებული ისეთ ნივთიერებებზე, რომელიც პრინციპში მოხმარებლის 100% შემდგომ ნანობს, რატომ დაიწყო საერთოდ ამის მოხმარება. და მესამე ფაქტორი კიდევ ახალგაზრდებში განსაკუთრებით ნაკლებია ამაზე ინფორმაცია, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ნაწარმს და ნიკოტინის ნაწარმს გარემოზეც. იმიტომ რომ ერთი არის ინდივიდუალური ჯანმრთელობა და მეორე არის ის გარემო, რომელშიც ისინი რომ გაიზრდებიან, რა გარემოში მოუწევთ, რა პლანეტაზე მოუწევთ ცხოვრება, ხო? ამის შესახებ მგონია, რომ ინფორმაცია განსაკუთრებით მწირი აქვთ ახალგაზრდებს, თუნდაც ისიც არიციან ბევრმა, რომ სიგარეტის ფილტრი არის ნანოპლასტიკისგან შემდგარი, რომელიც შემდგომ ჩაედინება ნიადაგში, წყალში და აბინძურებს გარემოს მრავალი ათწლეულები. ან თუნდაც კარტრიჯები არის პლასტიკისგან შემდგარი, ის ნიკოტინის ბალიშები ასევე შეიცავს ნანოპლასტიკებს, რომელიც ორგანიზმში ჩადის და აზიანებს მათ და ზოგადად პლანეტას ვაზიანებთ ჩვენი ამ რაღაცა გადაწყვეტილებით. ძალიან დიდი მადლობა ნუკა დღევანდელი სტუმრობისთვის და იმ საუბრების ციკლისთვის, რომელიც მიმდინარე სატელევიზიო სეზონის განმავლობაში წეველობასთან დაკავშირებით თქვენ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაუზიარეთ ჩვენს მაყურებელს. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებთ დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ნებისმიერი კვებითი შუქნიშანი ჩვენი გადაცემისთვის ეს არის ორიენტირი. ორიენტირი, რომელსაც ჩვენ როგორც ნიმუშს ისე გიზიარებთ, თუმცა აუცილებლად ხაზგასმით, რომ ეს არ არის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული. ეს არის ზოგადი პრინციპების მატარებელი და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვისთვის და რატომ უნდა გამოვიყენოთ ესა თუ ის კვებითი რეკომენდაცია. რადგან თითოეული ადამიანი არის განსაკუთრებული და თითოეული მოზარდი არის სრულიად განსხვავებული მოვლენა. თავისი მახასიათებლებით, თავისი დამოკიდებულებით საკვების მიმართ, ზოგადად ცხოვრების მიმართ. როდესაც ჩვენ კვებაზე ვსაუბრობთ, მოზარდთა კვება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი, როდესაც ადამიანის ფორმირებასთან ერთად, საბოლოო ჩამოყალიბებასთან ერთად ძალიან ბევრ
განსხვავებულ ფაზას გადის თავად მისი კვების მოდელი. იცვლება მისი დამოკიდებულება საკვების მიმართ, იცვლება მისი გემოვნება, არჩევანი. თქვენ წარმოიდგინეთ კვებასთან დაკავშირებული მიზნებიც და აი ასეთ დროს მწველობის ჩართულობა შეიძლება აღმოჩნდეს უზარმაზარი ტვირთი. რატომ? როდესაც ჩვენ საუბრობთ მოზარდის ცხოვრების წესზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოზარდის აჯანყება გულისხმობს თანატოლის აღიარებას უფრო მეტ ავტორიტეტად, ვიდრე უფროსების, თუნდაც საკუთარი მშობლების. და ასეთ შემთხვევაში ცხოვრების წესი ურთიერთგადამდებია. თუ მწველობა ჩნდება მათ ცხოვრების წესში, ეს იმას ნიშნავს, რომ მწველობა აზარალებს ცხოვრების წესის ყველა დანარჩენ ფაქტორს. მე ამ თემას ძალიან ხშირად ვბრუნდები და დარწმუნებული ვარ, არაერთხელ დაუბრუნდები კიდევ, იმიტომ რომ თავად მწველობა მოზარდებში რა კი ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია, მაშინ კვების გათვალისწინება ამ შემთხვევაში ყველა ოჯახს სჭირდება. სჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრების წესის სხვა ფაქტორებთან შევახამოთ. მაგალითად, მწველი მოზარდი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ძილის მოწესრიგებას, ფიზიკური აქტივობის მოწესრიგებას, სტრესის მართვას, მამნეჩვეების ქონა არ ქონას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაზუთხულივით ჟღერს მოზარდთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანია შედეგები, რომელიც შეიძლება მოიტანოს მწველობამ ცხოვრების წესის თითოეულ ფაქტორთან დაკავშირებით, რადგან მაგალითად ფიზიკური აქტივობა, რომელიც სჭირდება მოზარდს, ადეკვატური ვერ იქნება. მწველობა ასეთი ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას მოზარდს არ აძლევს. ჩვენ შეიძლება გაუთავებლად ვიმეოროთ, როგორი აქტივობაა მნიშვნელოვანი სპორტის რომელი სახეობა წაადგებოდა მის ჯანმრთელობას. არადა მწველობა ზუსტად ის ტვირთია, რომელიც ასეთი არჩევანის შესაძლებლობას არ აძლევს და არც სურვილი შეიძლება არ ქონდეს მოზარდს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის წონის მიმართ მოზარდის დამოკიდებულება. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს სოციუმი ადამიანის გარეგნობის მიმართ, ადამიანის წონის მიმართ ნებისმიერ ასაკში, მაშინ არ არის გასაკვირი, რამდენად მტკივნეულია ეს თემა მოზარდებისათვის. როგორ გამოიყურება, როგორ აღიქვამენ მას თანატოლები, გარშემომყოფი ადამიანები. ამ ასაკში ეს მათთვის შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეთ სოციალიზაციისათვის და აი ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რას გვეუბნება მეცნიერება, გვეუბნება, რომ დიახ, ნიკოტინის სისტემატურ მოხმარებას შეუძლია უნებურად 200-300 კილოკალორიით დააქვეითოს ენერგეტიკული მოთხოვნილება, ბაზისური მეტაბოლური მაჩვენებელი მოზარდებში და არ მისცეს მას წონის მკვეთრი მარიყაობის საშუალება, პირიქით, წონაშიც კი დააკლებინოს, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ინფორმაციას, რომ კითხულობს მოზარდი და აი ამას იყენებს როგორც ინსტრუმენტ საკუთარი წონის მართვისთვის. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება წონის კლებასთან ერთად საკვების შეზღუდვაც იგულისხმოს და ასეთ შემთხვევაში საკვები ნივთიერებების ენერგიის ნაკლებობა მოზარდისთვის შეიძლება უკვე ძალიან საყურადღებო იყოს სამედიცინო შედეგებით. როდესაც ჩვენ საუბრობთ ძილისა და აქტივობის, კვებისა და ძილის შეხამებაზე, ჩვენ გულისხმობთ დროში განაწილებულ აქტივობებს და ასეთ დროს თამბაქოს მოხმარებას, სიგარეტის მოხმარებას, ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებას შეუძლია დროში ბავშვის აქტივობა, კვება, ძილი დაარღვიოს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დარღვევა, რომელიც კვებაზეც აისახება, დარღვეული იქნება რეჟიმიც, ულუფაც და შეცვლის რაციოს. რატომ? იმიტომ რომ მწველობამ შეიძლება გავლენა იქონიოს პირის ღრუს ჯანმრთელობას. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, როგორ იცვლება სხვადასხვა სტრუქტურის მდგომარეობა პირის ღრუში სისტემატური მწველობის ფონზე. მოზარდების ორგანიზმში ეს ყველაფერი ფორმირების ფაზაშია და მგრძნობელობა სისტემების, ორგანოების, მათ შორის პირის ღრუსი ძალიან მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებული პირის ღრუ სათანადოდ ვერ იღებს იმ ინფორმაციას, რასაც საკვები ჰქვია და ამიტომ დამოკიდებულება კვების პროცესის მიმართ მოზარდმა შეიძლება თუნდაც ამ მიზეზით შეიცვალოს. წყლის მოხმარება ძალიან სერიოზული საკითხია მოზარდების შემთხვევაში. მათი ინტენსიური ზრდა განვითარება, ფიზიკური აქტივობის ტიპი,
კანის ცვლილება, ფორმირება, საუფლე ჯირკვლების, ცხიმოვანი ჯირკვლების და ასე შემდეგ. ბევრი სხვა საკითხი, რომელიც სწორედ ამას აქვს უკავშირდება, მოითხოვს წყლის აუცილებლად შეფასებას, წყლის ადეკვატური მოხმარების შეფასებას და თქვენ წარმოიდგინეთ მოზარდები, რომლებიც ისედაც არ აქცევენ წყლის მოხმარებას, ყურადღებას, თამბაქოს მოხმარებაზე გადართულები, როდესაც ჩვევა თავშექცევის თამბაქო და არა პაუზების დროს, პაუზის შევსება მაგალითად წყლის მოხმარებით, რამდენად შეიძლება დაზარალდეს მათი ორგანიზმის უზრუნველყოფა წყლით. ძალიან მნიშვნელოვანია დაწყვილებები და ჯვარედინი ასოციაციები. მაგალითად, ყავა და თამბაქოს მოხმარება. მაგალითად, ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება. ასეთი დაწყვილებები, ასეთი ასოციაციები მოზარდებში ძალიან ხშირია. ისევე როგორც მაგალითად, ტკბილი პროდუქტების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. აქ გარდა განმტკიცებული ამ ჯვარედინი ასოციაციების, ამ დაწყვილებებისა, გასათვალისწინებელია გემო და ლტოლვა ტკბილეულის მიმართ, რომელიც გაძლიერებულია მწვერვალობის შემთხვევაში და ზოგადად მწვერვალობამ შეიძლება შეცვალოს მოზარდის კვებითი ქცევა და შეიძლება გამოიწვიოს კვებითი ქცევის სხვადასხვა ტიპის დარღვევა. აი ამ დარღვევათა შორის შეიძლება ერთ-ერთი პირველი გამოვლინდეს რომელიმე ჯგუფის საკვები პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა და მათ შორის შეიძლება პირველ რიგში სწორედ ტკბილეული დაწინაურდეს. არ არის გამორიცხული ჯანსაღ პროდუქტებზე უარის თქმა და უპირატესობის მინიჭება ისეთ პროდუქტებზე, როგორიც გახლავთ დამუშავებული, ანუ პროცესირებული პროდუქტები, რომელიც ძალიან დატვირთულია ფუჭი ენერგიებით, ტრანსცხიმებით, ადვილად შეთვისებადი შაქრით, დანამატებით, მარილით და ასე შემდეგ და პრაქტიკულად ღარიბია. ნულოვანი შემადგენლობაა მასში აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ანუ ორგანიზმისთვის აუცილებელი ნუტრიენტებით. როდესაც ჩვენ თვალს ვავლებთ ხოლმე ჩვენს კვებით შუქნიშანს, ყოველთვის მხედველობაში გვაქვს მრავალფეროვნება ხილისა და ბოსტნეულის. იმ პროდუქტებისა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ანთების საწინააღმდეგო და ანტიდამჟანგავი ნივთიერებებით. არადა წეველობის შემთხვევაში მოზარდებს სწორედ ასეთი პროდუქტებით დატვირთვა სჭირდებათ. ობიექტურად თუ შევხედავთ, რეალურად თუ შევაფასებთ, ყველა ის პროდუქტია დიდი რაოდენობით მათ რაციონში, რომელიც ახლა მაგიდაზეა და ყველაზე ცოტა რაოდენობით მათ რაციონში ხდება სწორედ ის პროდუქტები, რომელიც მათთვის მიზანმიმართულად რეკომენდებულია, თუნდაც წეველობის რისკების შესამცირებლად, ან წეველობის შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან წეველობის უსიამოვნო შედეგების შესამცირებლად. რა შეიძლება იყოს ასეთ დროს ჩვენი დამხმარე და რა შეიძლება დაეხმაროს ზოგადად მწვერვალის ორგანიზმს და განსაკუთრებით მოზარდის ორგანიზმს. როდესაც ჩვენ საუბრობდით ანტიდამჟანგავებზე და მე ვახსენე სწორედ კვებითი შუქნიშნის ზონაში ეს ჯგუფი ანტიდამჟანგავები, ანუ ანტიოქსიდანტები გამორჩევით თქვენ გახსოვთ, რომ არის რამდენიმე ვიტამინი, მაგალითად ეს გახლავთ C ვიტამინი პირველ რიგში და ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში საკვებით C ვიტამინის შევსებაზე, რომელსაც პროფილაქტიკური დატვირთვა აქვს, მაგრამ თუ მკვეთრი დეფიციტი უკვე ჩამოყალიბებულია, მაშინ ასეთ შემთხვევაში ამ დეფიციტს შეფასება სჭირდება და სათანადო დამხმარე საშუალებების, მედიკამენტური საშუალებების გამოყენება. ცხადია, კვება რჩება ძალაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მწველებს ზოგადად C ვიტამინის ნაკლებობა აქვს და იმდენად გამოხატულია ეს დეფიციტი მწველებში, რომ ორსულები, რომლებიც მანამდე მწველები იყვნენ, ან საუბედუროდ ინარჩუნებენ მწველის სტატუსს, მოითხოვენ დამატებას ხოლმე. ეს არის ის გამონაკლისი, როდესაც ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ორსულობის დროს დაამატოს C ვიტამინი, რაც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პრაქტიკულად ჯანმრთელი ორსულების შემთხვევაში არარეკომენდებული, არამიზანშეწონილი და დაუშვებელიც კი არის. როდესაც ჩვენ საუბრობთ სხვა ანტიდამჟანგავებზე, მე მინდა გაგახსენოთ A ვიტამინი. A ვიტამინი მზასახით არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხოლო მცენარეული წარმოშობის ყვითელ ნარინჯისფერ მოწითალო მუქმწვანე პროდუქტებში ის არის A ვიტამინის წინამორბედი სახით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ცხინთან ერთად მისი მიღება სწორედ მწვერვალობის შედეგების დაძლევაში ეხმარება ორგანიზმს. მაგრამ არის თუ არა საჭირო
დამატებით მივიღოთ ა ვიტამინი. ასე ითვლებოდა წლების განმავლობაში და მე ამას სულ გახსენებთ, სისტემატურად გაგახსენებთ ახლაც, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა დღეს უარყოფილია, რადგან აღმოჩნდა ხშირ შემთხვევაში დიდი დოზებით ა ვიტამინის დამატება მწველებისათვის სწორედ უარყოფითი შედეგების დასაძლევად შეიძლება იყოს დამატებითი რისკი სასუნთქის სისტემის ონკოლოგიური პრობლემების განვითარებისა. ამიტომ გაცილებით უფრო გონივრულია, რომ ა ვიტამინი ცხოველური პროდუქტებით ან მისი წინამორბედი ვერსია მცენარეული პროდუქტებით მივიღოთ ყოველდღიურად, ხოლო სამკურნალო საშუალებად გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არის დასაბუთებული შესაბამისი კვლევებით. კიდევ ერთი ანტიდამჟანგავი უნდა გაგახსენოთ, ეს გახლავთ E ვიტამინი და E ვიტამინის გამოყენება პრაქტიკულად ყველა ადამიანისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერება, თუმცა წეველი მოზარდებისათვის მისი შემცველი პროდუქტების ჩართულობას ყოველდღიურ რაციონში, ეს იქნება ზეითუნის ზეთი, ეს იქნება თხილეული თუ სხვა პროდუქტები, აქვს უზარმაზარი დატვირთვა. სხვათა შორის მწეველი მოზარდების შემთხვევაში დადგენილია ბავშვები და მოზარდები, რომლებიც არიან მწეველთა ნაწილი, მწეველთა არმიის ნაწილი, გამოირჩევიან D ვიტამინის და კალციუმის ნაკლებობით. ცალსახად ამ მექანიზმის ახსნა უნივერსალური მეთოდით არ მოხერხდა, განსხვავებულია მოსაზრებები რატომ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ბავშვებს და მოზარდებს, მწეველებს აქვთ D ვიტამინის და კალციუმის ნაკლებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად აისახება მათი არა მარტო ძლოვანი ჩონჩხის მდგომარეობაზე, არამედ თუ გნებავთ ჰორმონულ სტატუსზე და ზოგადად ზრდა განვითარებაზე, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჭრილში. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია უჯრედებისათვის აუცილებელი ჟანგბადით მომარაგება, რასაც უზრუნველყოფს მაგალითად რკინა და B12 და B12-ის ნაკლებობა. ისევე როგორც რკინის ნაკლებობა, ასევე დადგენილია მწეველი ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში. უნდა გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის განვითარებისათვის და ბავშვის თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის მაგნიუმი. აღმოჩნდა, რომ მწეվել ბავშვებსა და მოზარდებს მაგნიუმის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ მაგნიუმის შევსება შესაბამისი საკვები პროდუქტებით, რომელიც ძალიან კარგად არის თქვენთვის ნაცნობი მარცვლეულ ბურღულეულის შემადგენლობაში, მისი არსებობა, სხვადასხვა სახის პარკოსანში მისი არსებობა, რა თქმა უნდა, თხილეულში მისი არსებობა, მწვანე ფოთლოვან მცენარეებში მისი არსებობა გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველდღიურ რაციონში მოზარდმა შეძლების და გვარად მიიღოს. ცხადია მისი გემოვნების და სურვილების გათვალისწინებით. თუმცა, როდესაც ამ ელემენტებზე ვსაუბრობთ, ანუ ცალკეულ მინერალებსა და ვიტამინებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ერთ თეფშზე იყრის თავს. თეფშზე, სადაც ყველაფერი უნდა იყოს წონასწორობაში. სადაც ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტი. ჩვენ საუბრობთ ხოლმე ცისარტყელაზე, თეფშზე, ანუ მრავალფეროვნებაზე იმ ნივთიერებებისა, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს, იცავს ჩვენი შვილების ორგანიზმს და განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდების შემთხვევაში ის ფაქტი, რომ მათი ჯანმრთელობის რისკს ზრდის დაზარალებული ნაწლავი. და რას ნიშნავს დაზარალებული ნაწლავი? აღმოჩნდა, რომ მწეველობა ცვლის ბიომრავალფეროვნებას ნაწლავისა. მოზარდებისათვის ამას შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდეს, იმიტომ რომ ბიომრავალფეროვნება განსაზღვრავს არა მარტო ნაწლავის ჯანმრთელობას და წონასწორობას, არამედ მთლიანად ჩვენი ორგანიზმის წონასწორობას. ამიტომ თუ ვიცით, რომ მწეველობა აზარალებს ბიომრავალფეროვნებას, ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მწეველობამ ელემენტარულად გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრ პატარას ბავშვს მოზარდს, რომელიც ეწევა, შეუცვალოს გუნებგანწყობა, იმიტომ რომ გუნებგანწყობასთან დაკავშირებული სეროტონინი ნაწლავში იყრის თავს ყველაზე დიდი რაოდენობით. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, თუ უნებურად მოზარდს შეეცვალა გუნებგანწყობა, შეეცვალა დამოკიდებულება საკვები პროდუქტების მიმართ, გაუჩნდა უცნაური სურვილები სრულიად შეუსაბამო მის ჩვეულ მოთხოვნილებასთან. შეეცვალა მადა და აქვს განსხვავებული ყოველდღიური რეჟიმი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ უფროსებს გაგვიჩნდეს კითხვა. იქნებ სჭირდებათ ჩვენ შვილებს ჩვენგან მეტი ყურადღება და იქნებ სჭირდებათ ჩვენ შვილებს დახმარება იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა სამომავლოდ იყოს მაქსიმალურად დაცული. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.